ხუთიანებო მოგესალმებით, ეს ვიდეო არის თქვენთვის, მასადამე ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაიბადა ნებისმიერი თვის 5 რიცხვში. თქვენ ხართ შესანიშნავი ლოგისტები. საერთოდ ხუთიანებს ლოგიკა იმდენად კარგად აქვს განვითარებული, რომ სადამ სხვა რიცხვში დაბადებული ადამიანები ერთ რაღაცაზე ფიქრობენ, თქვენ უკვე 5 სვლა გაქვთ წინასწარ გათვლილი, რაც თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ იყოთ იდეალური შახმატისტები. სხვათა შორის, ყველა ცნობილი შახმატისტი 5 რიცხვშია დაბადებული, ან დაბადების თარიღში აქვს ხუთიანი. ისევე როგორც ნონა გაფრინდაშვილი, სხვათა შორის იმასაც დაბადების თარიღში ხუთიანი აქვს. მინდა გითხრათ, რომ თქვენი რეალიზაცია არის იქ, სადაც დაკავშირებულია ლოგიკასთან. საერთოდ ხუთიანები არიან ძალიან კანონმორჩილები და ხშირად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, როგორიც არის იურისპრუდენცია, რადგან, როგორც გითხარით, ლოგიკა კარგად აქვს განვითარებული და მალე ხვდებით ამა თუ იმ პრობლემების მიზეზებს, რაც გაძლევთ საშუალებას, რომ იყოთ ძალიან კარგი იურისტი. ასევე როგორც გითხარით, ლოგიკასთან დაკავშირებული, რაც დაუშვათ როგორც გითხარით შახმატისტი, მათემატიკა, მათემატიკური, ანალიტიკური უნარები გაქვთ ძალიან კარგად განვითარებული და ანალიტიკურ პროფესიებში ძალიან ძლიერი IT სფერო, ინტერნეტში მუშაობა ხუთიანებისთვის ძალიან წარმატებულია და ძალიან კარგად შეუძლიათ რომ საკუთარ თავის რეალიზება მოახდინონ, მაგრამ ხუთიანი არის დაბადებული მასწავლებელი და თქვენი შემოსავალი იზრდება, როდესაც იმ პროფესიებში, რომელიც კარგად გამოგდით, იწყებთ მერე ამას საზოგადოებასთან გაზიარებას და იმას, რასაც სწავლობთ, მერე ასწავლით სხვას. საერთოდ თქვენი რეალიზაცია წყდება, როდესაც ჩერდებით საკუთარ თავის რეალიზებას. ხუთიანი 5 რიცხვში დაბადებული ნიშნავს, რომ არ გაჩერდეთ რეალიზაციაში. ანუ თქვენ დაუსრულებლად უნდა ისწავლოთ და სხვას ასწავლოთ ის, რაც შეგიძლიათ. და თქვენი წარმატება ჩერდება, როდესაც 500 პროფესიას გამოცდით. პირიქით, თქვენ უნდა წახვიდეთ მხოლოდ ერთ სფეროში და უნდა რეალიზდეთ იმ ერთ სფეროში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თქვენთვის ისწავლოთ 500 სხვადასხვა პროფესია, რადგანაც ხუთიანს ეს ახასიათებს, დაიწყებს ერთ პროფესიას და საერთოდ მას სჭირდება, მისი ტრანსფორმაცია ხდება ძალიან ნელა და მას არ აქვს თმენის დისციპლინა. ხუთიანებო სამწუხაროდ არ გაქვთ თმენის დისციპლინა და პირიქით თქვენი წარმატება მოდის, როდესაც ერთ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, არადა იწყებთ და როდესაც ერთ თვეში იმ შედეგს ვერ ხედავთ, რომელიც თქვენ გინდათ, მერე ტოვებთ და მიდიხართ ახალ პროფესიაში, რაც თქვენთვის და თქვენი წარმატებისთვის აბსოლუტურად დამთრგუნველია. კიდე თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აწარმოოთ თქვენი დღიური, სადაც თქვენ ჩაიწერთ თქვენს გეგმებს და ეცდებით, რომ ის გეგმები სისტემის მიხედვით განავითაროთ და ასევე აკონტროლოთ თქვენი დროის მენეჯმენტი, რადგანაც თქვენ ვერ განსაზღვრავთ თქვენ დროს და ყოველთვის გიჭირთ თქვენი დროის კონტროლი. საერთოდ ხუთიანების რეალიზება წყდება, როდესაც ის ხდება დამოკიდებული. სამწუხაროდ ხუთიანებს ახასიათებთ დამოკიდებულება და როდესაც ხუთიანი არის ძალიან ტრადიციული და ეშინია ამ თავის ტრადიციებში ცვლილებები შეიტანოს. ნუ შეგეშინდებათ ესა თუ ის პროფესია, რომელშიც რეალიზდებით განავითაროთ, მასში ცვლილებები შეიტანოთ, მაგრამ განვითარების სფეროს ნუ გაცდებით. თუ ხართ მაგალითად შახმატისტი, უნდა დარჩეთ შახმატში, თუ ხართ ანალიტიკოსი, უნდა დარჩეთ ანალიტიკაში, თუ ხართ IT, უნდა დარჩეთ IT-ში, თუ ხართ მასწავლებელი, რა თქმა უნდა დარჩეთ, მაგრამ უნდა განვითარდეთ, უნდა ისწავლოთ ყოველთვის რაღაცა ახალი და მე შემდეგ ეს უნდა ასწავლოთ სხვებს. ეს მოგცემს საშუალებას, რომ მიაღწიოთ ძალიან დიდ წარმატებას და იმედია, რომ ეს რჩევები გამოგადგებათ, ძალიან გამიხარდება თუ მოიწონებთ გვერდს და გამოიწერთ გემშვიდობებით და 6-იანებზე შემდეგ ვიდეოზე გელაპარაკებით. ნახვამდის!